ყოველთვის მაისის 20 რიცხვში, 20 რიცხვამდე გზა გახსნილი იყო, იმიტომ რომ კონტრაქტით, რომელიც ამ ორგანიზაციას, რომელიც ამ გზას ემსახურება, 20 მაისს ეს გზა გახსნილი მქონდეს. ოჯახური ბიზნესი, რომელსაც თუში არსებობს და სადღაც 3 თვეა მაქსიმუმი დატვირთულია, ეს ჩავარდნას განიცდის და მისი მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა. ტურისტები, რომლებიც შეკვეთა, მაგალითად მე მქონდა მაისის 25-ში გავაუქმე, 30-ში გაურკვეველი სიტყვა უთხარი და ივნისში რა იქნება მაგას ვერ გვეტყვით. ესე იგი სრულ გაურკვეველობაში ვართ, იმიტომ რომ კონკრეტულ სიტყვას, კონკრეტულ ამბავს ვერ გვეუბნებიან, რომ ეს გზა ამ და ამ რიცხვში გაიხსნება. თვითმფრინავით ვახორციელებთ გადაფრენებს ყოველ ხუთშაბათს. მაგის დიდი მადლობელი ვართ. ტურისტები ვერ მიდის და პროდუქტები ვერ მოაქვს, იმიტომ რომ შეზღუდულია თვითონ მოსახლეობის რაოდენობაც და ბარგის წონაც. ეს არაფერ შეღავაც არ იძლევა იმისა. ეს ტურისტებთან მიმართებაში და ოჯახური სასტუმროების და ბიზნესის მიმართებაში არანაირ რეაგირებას არ ახდენს, არანაირი შეღავათი არ არის. შარშან ამ დროს იყო უკვე გზა და დაწყებული ქონდა ის პროცესი მშენებლობის, ამჟამად გაჩერებულები ვართ უგზოობის გამო. რეალურად ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ისედაც 3 თვიანი პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ რაიმე სახის სამზადისი ან მშენებლობის პროცესი ვაწარმოოთ ან ტურიზმისთვის. 2 ჯავშანი უკვე გავაუქმე ამ დროისთვის. ხოდო ფაქტიურად ხელი მეშლება რა თქმა უნდა. ჩემს გარდა არის იქ დაახლოებით 35-მდე საოჯახო სასტუმრო, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს. ერთმანეთთან გვაქვს ხშირი კომუნიკაცია და ყველა იძახის, რომ ჯავშნები გაუქმდა. ვერ ვახერხებთ ტვირთის ატანას, სამშენებლო მასალების ატანას, პროდუქტის ატანას. ტურისტები არიან, სურვილი არის წასulis, მაგრამ უგზოობის გამო ფიზიკურად ფეხითაც შეუძლებელია გადასვლა. მონაკვეთი ის ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოვიდა, ფეხითაც კი გაუსვლელია. არის ბევრი შეკვეთები სასტუმროებზე, მანქანებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ გზა არ გვაქვს ჩვენ, უბრალოდ უარს ვეუბნებით რა. და ეს ძალიან დიდ დაბრკოლებას და პრობლემას გვიქმნის ჩვენ მაგალითად თვიშებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის შემოსავალი. 150 კაცი. ეხლა და აქედან გამომდინარე, ამათ უკან ყველას უკან ოჯახით გას, რომელთაც მაგალითად ამ სეზონს ველოდებით რა, ჩვენ დაახლოებით 3-4 თვე მაქსიმუმი, რომელიც უნდა ვიმუშაოთ რა, სამუშაო პერიოდი, რომელიც არის თუშეთისთვის და